აი search წამს აი იდეაში ანუ თოს Facebook-ს ვაგზავნებთ ჩვენ უნდა ვნახოთ კარგად რემარკეტინგის კამპანიები და პლუს სხვა მოცანებიც უნდა განვიხილოთ რაც პრინციპში არ გაგვივლია რა პირველ რიგში მაინტერესებს წინა ლექციასთან დაკავშირებით რამე ხო იყო გაუგებარი ან ვინმეს რამე კითხვა თუ გაქვთ დამატებით ახლა ისმის ძალიან ხმადაბლა თქვენი და თქვენი ჩემი ტელეფონის პრობლემა არ არის ისმის ახლა ანუ როგორ ისმის ხმა მოიცა ნუ ჩემთან კარგად ისმის ჩემთანაც ისედაც კარგად ისმის ის ხო არ გაქვს დაწეული მიკროფონი კერდა ის აუდიო კაი ესე იგი მოდი გავაგზავნოთ მაშინ ჩვენ ვაგზავნებთ ესე იგი თოს Ads Managers პირველ რიგში რაც მინდა კარგად გავიაროთ არის რემარკეტინგის ნაწილი რა ფცებს შევეხოთ პრინციპში მაგრამ მინდა რომ სხვა ფუნქციონალებს ვნახოთ რა ანუ რა მექანიზმები არსებობს იმის რომ იმ აუდიტორიას დავათარგეთოთ ვისაც შეხება ჰქონდა ჩვენ ბრენდთან ხო წინაზე ჩვენ ვახსენეთ რომ როცა აუდიტორებს ვქნით აუდიენსებში გვაქვს რამდენიმე ვარიანტი ან ნულიდან ვქნით ან lookalike აუდიტორიას ვქნით ან რემარკეტინგის ჩვენს აუდიტორიას ვქნით ხო მოდი ვნახოთ ახლა ეს custom audience-ის რემარკეტინგის აუდიტორია და ვნახოთ სხვადასხვა წყაროები ასევე რაზე დაახლოებით შეგვიძლია რომ ეს აუდიტორიები შევქმნათ ჩვენ მაგალითად Facebook-ი ვნახეთ მაგრამ როგორც ხედავთ ბევრი სხვა რამეა გაჩვენებთ იმას იდეაში რასაც ყველაზე ხშირად ვიყვნებთ და რაც ყველაზე მუშაა ასე ვთქვათ წყაროების თვალსაზრისით პირველი ეს არის ვიდეო და განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო ვიდეოზე, იმიტომ რომ ვიდეოზე საკმაოდ კომპლექსური ფუნქციონალი გვაქვს იმ თვალსაზრისით, თუ ვის შეგვიძლია რომ დავათარგეთოთ, ხო? ესე იგი, ნებისმიერ სხვა რემარკეტინგის კამპანიის დროსაც, როცა აუდიტორიას ვქმნით, პირველი რასაც ვაკეთებთ, არის რომ განსაზღვროთ წყარო და პირობა, ხო? რაზე დაახლოებით ვეთქვით სისტემას, რომ იცი რა ეს ხალხი მოგვეცი, იმიტომ რომ ეს გააკეთეს, ხო? ამ შემთხვევაში ახლა ეს პირობა არის პირდაპირ ნახვები და ჩვენ შეგვიძლია უთხრათ, რომ აი კონკრეტულ ვიდეოზე რომ ნახავ 25% მხოლოდ ის აუდიტორია მომეც, ხო? ან კონკრეტულ ვიდეოს 50% ვინც უყურა, მხოლოდ ის აუდიტორია მოგვეცი. აი მაგალითად ახლა მოვნიშნე 50%-ს და ვეტყვი ვიდეოებს, ხო, რომელ ვიდეოებზე გვინდა რომ ეს პირობა გავცემდეს. შეგიძლიათ ერთი მონიშნოთ, შეგიძლიათ რამდენიმე მონიშნოთ, არ არის პრობლემა. სამი ვიდეო რომ მოვნიშნე, ესე იგი გამოვიდა, რომ ყველა იმ users დაათარგეთებს, ვინც ან ამ ვიდეოს 50% ნახა, ან ამ ვიდეოს 50% ნახა, ან ამ ვიდეოს 50% ნახა, ხო? უთითებთ ჩვეულებრივ გასული X დღის განმავლობაში, ნუ გითხრათ რომ დავუშვათ გასული 30 დღის განმავლობაში. და დავარქმევთ სახელს, ხო? Okay, ეს არის ვიდეოს შემთხვევა, ნუ რაღაცა დაჭირდება რომ დაითვალოს და მე აი აქ size-ი სადაც წერია გვეტყვის დაახლოებით რა მხელა ეს აუდიტორია და რა რაოდენობა შეგვიძლია რომ დავათარგეთოთ. ნახოთ ახლა სხვებიც ბარემ, ესე იგი ვიდეო, საინტერესოა მაგალითად ღონისძიებები, რომ თუ თქვენ რაღაც ივენთი გქონდათ დადებული და უშუალოდ Facebook გვერდზე, შეგიძლია ერთმანეთისგან გაფილტრო ის ხალხი მაგალითად ვინც going გამოხატა ივენთის მიმართ, ან ვინც interested გამოხატა ივენთის მიმართ, ხო? აი აქაც ნახეთ, ესე იგი პირობა რა შეიძლება იყოს, რომ მაგალითად ხალხი ვინც going გამოხატა, ხალხი ვინც interested გამოხატა, ხალხი ვინც ესტუმრა ივენთის გვერდს, იაქტიურა ივენთზე და ასე შემდეგ, ხო? მოდი მოვნიშნოთ going და უთხრათ ისევ გვერდი, ჩვეულებრივ, ანუ პირობა და მე რომელ გვერდზე ვრცელდება ეს პირობა. გვერდს მოვნიშნოთ და ახლა რა თქმა უნდა მოვნიშნოთ ასევე ივენთი. რამეს ამოვაგდებ. თუნდაც ეს იყოს, ხო? აი ნახეთ. დავუშვათ ახლა 74 რესპონსი რო არის, 74 კაცმა interested გამოხატა და 10 არის going-ი, ხო? რადგან going-ი მოვნიშნე, ესე იგი ამ 10 users ამოიღებს სავარაუდოდ, ვისაც მე დაათარგეთებს რეკლამას. თუმცა თუ მინდა შემიძლია კიდევ კომბინაციები მივთითო და უთხრა, რომ კაი ის ხალხი მომეცი, ვინც ან going გამოხატა, ან interested გამოხატა პარალელურად, ხო? შემიძლია დავავიწროვო include more people და უთხრა მეორე პირობა.
ამ შემთხვევაში გვინდა ვინც ინტერესი გამოხატა. და იგივე გვერდზე, იგივე ივენთი. ეგარ, ხო? ოპს, არ მომჩნა. ესე იგი, გამოვიდა აქვე ეს კარგი ივენთებზე ისე რომ აქვე გეუბნება პირდაპირ პირობას. ახლა ან რადგან წერია, ესე იგი დაათარგდებს იმ ხალხს, ვინც ან going გამოხატა, ან interested გამოხატა ივენთის მიმართ. აქ ასევე შეგიძლიათ მაგალითად პირობის შეცვლა და უთხრათ, რომ ორივე პირობა მართალი უნდა იყოს. ნახეთ, აი ნებისმიერი და ყველა, ხო? and და არის ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში კავშირი და ესე გამოვიდა რომ ამ ესე იგი დაათარგეთებს იმ აუდიტორიას ვინც going გამოხატა და ამავდროულად interest გამოხატა რა თუ შესაძლებელი რომ ორივე ერთდროულად იყოს თუმცა მინდა გითხრათ რომ დაკომბინაციას ესე არ ვიყენებთ ხოლმე იმიტომ რომ მე ძალიან აპატარავს აუდიტორიას და საბოლოო ჯამში იმდენად პატარა ხოლმე აუდიტორიები რომ აზრი აღარ აქვს რეკლამის ჩაშვებას და ჩვეულებრივ რომ ან რო დატოვოთ სრულად საკმარისია რა ნებისმიერი ანეს ხო თუ კიდე არ ვიცი რაღაც ესეთი use case-ი გაქვთ რომ გინდათ გარკვეული სეგმენტის გამორიცხვა, ეგეც შეგიძლიათ ქნათ. აი ნახეთ exclude people სადაც არის, ხა რომ უთხრა მე, ესე იგი ანეს, მაგრამ არა ის რასაც მიუთითებ, ხო? ესე იგი უთხრათ ეგეთი რაღაცა რა, მოდი going გამოხატა, uninterested გამოხატა, მაგრამ არ უაქტიურია event-ის post-ზე. ესეთი კომბინაცია წარმოვიდგინოთ, ეს იქნებოდა people who have engaged და იგივე ივენთი. ოკეი. ესე იგი იდეაში მარტო დაათარგეთებს იმ ხალხზე, ვინც ან interested გამოხატა, ან going-ი, ხო? ვიღაცამ თუ parallel engage გამოხატა, არ დაათარგეთებს, იმიტომ რომ ეგ სეგმენტი გამოვიწყეთ. და დავარქვით ისევ სახელს და შევინახავთ, ხო? ეს ეგეს იყოს მაგალითად ღონისძიებაზე მომსვლელები. ეს არის ღონისძიება კიდე ერთი რამ რაც ხშირად გვჭირდება ხოლმე არის ინსტაგრამი მაგალითად აქ პირობა იქნება ის რომ ინსტაგრამის გვერდი უნდა დააკავშიროთ თქვენი ანგარიში და რითაც ხართ დალოგინებული Facebook-ზე ადმინი უნდა იყოს პარალელურად ინსტაგრამის გვერდზე და პრინციპში აქ პირობები იგივე რაც Facebook გვერდის შემთხვევაში მე რო ავიღო და ახლა უთხრა ესეთი რაღაც რომ მაგალითად ის ხალხი და მოდი ხალხზე დავათარგეთოთ რეკლამა ვინც პოსტებზე აქტიურია ინსტაგრამზე ან მესენჯერში ინსტაგრამის დაირექტ მესენჯერში მოგწერა ან შეინახა პოსტი ან ჩვენი ანგარიში ნახა ხო იგივე აქაც პირობა აი და რაც შეეხება ახლა ნახეთ რაზე მინდა ყურადღება გამოვახველო თუ დაგვირდებთ ორ ნაწილად არის source-ები დაყოფილი არის your sources და არის Facebook source ახლა ჩვენ რაც განვიხილეთ ეს იყო თვითონ პლატფორმის წყაროები საიდან შეიძლება რემარკეტინგის აუდიტორია შექმნა მაგრამ გარდა თვითონ Facebook-ისა შენ შეიძლება შენი საკუთარი წყაროები გქონდეს მაგალითად იმეილის ბაზა რომელიც თქვად შეგვიძლია ატვირთო და მე დაათარგეთებს ყველა იმ ადამიანს ვინც მაგ იმეილით არის Facebook-ზე რეგისტრირებული ხო აი customer list-ის შემთხვევაში არის იმეილის ბაზა აქ უბრალოდ პირობა ისაა რომ იმეილების ბაზა უნდა გქონდეთ Excel-ში CSV ფაილით გამზადებული და მე აქ გაუნდებათ ახლა შაბლონს უბრალოდ როგორ უნდა ატვირთოთ და დაგჭირდებათ რომ მიყვეთ აი აქ ამ CSV ფაილს ჩააგდებთ და აიტვირთება ეს მომხმარებლის ბაზა. იგივე დაარქვათ სახელს და შეინახავს. და გარდა CSV ფაილისა, ასევე არის თვითონ ვებსაიტი, ან საუბარი აქვს Facebook Pixel-ზე და ახლა მოდი გავარჩიოთ ეს Facebook Pixel-ი რა არის. აი ნახეთ, your source-ებში არ გვაქვს ეგეთი რაღაცა, რომ ჩვენ შეგვიძლია წყაროდ მივცეთ ჩვენი საკუთარი საიტი და ანუ და მოიძებს მე იმ აუდიტორიას, ვინც ამ საიტზე რაღაცა გააკეთა, ხო? აი ისა მაგალითად წარმოვიდგინოთ ახლა რა Unilab-ზე შევალისა. მოდი Unilab-ის საიტზე შევიდეთ. და ესეთი use case-ი წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ რომ დავუშვათ გვინდა იმ ადამიანებს ვაჩვენოთ რეკლამა, ვინც ამ Unilab-ის გვერდზე შემოვიდა ციფრული კომუნიკაციების კურსის შიდა გვერდზე, ხო? ანუ მე გავყვეთ ამ კურსის შესახებ უკან რეკლამით, ხო? აი ეს როგორ უნდა მივახციოთ რემარკეტინგის დახმარებით.
პირველი პირობა იმისი, რომ საიტზე შენ დააყენო ტრეკინგი და Facebook შეძლოს, რომ დაიჭიროს ეს იუზერები, ვინც შენ საიტზე შემოდის, არის ის, რომ ტექნიკურად პიქსელის კოდი გქონდეს შენ საიტზე ჩასმული. ეხლა რა არის ეს პიქსელის კოდი და რას აკეთებს? მოდი მაგას გაჩვენებ და მე შექმნის პროცესს, ხო? უკან მენიუში თუ დაბრუნდებით, ნახოთ ესეთ რაღაცას. Events Manager-ი სად არის? Events Manager. Events Manager შენ თვითონ Facebook ad account-ზე გაქვს საშუალება, რომ პიქსელი დაამატო. და მე ეს პიქსელი უბრალოდ უნდა ჩაისვას შენს საიტზე. მოდი ვნახოთ ახლა ეს პიქსელი, ნახეთ, ამ შემთხვევაში ბარბარის პიქსელი და ესე იგი, ახლა თუ არ გიჩვენებთ ხო არაფერს, ესე გამოდის, რომ თავიდან მოგიწევთ ამ პიქსელის შექმნა. აი ამ ლოჯიკას რო დააკლიკებთ, ეს გატარებს პიქსელის დამატების პროცესს. ნახეთ, ორი ვარიანტია. Manually add pixel code to your site, რომ ახლა ეს მოგცემს სპეციალურ კოდს, რომელიც შენს საიტზე უნდა ჩასვა. და არის ასევე user partner integration. ნუ აი WordPress-ი თუ გაქვს, Shopify თუ გაქვს, უფრო მარტივია შედარებით ამ pixelis კოდის ინტეგრაცია. ახლა ჩვენ გვჭირდება იდეაში არის install code manually. და ნახეთ copy paste code. ამას რო დავაკლიკებ, ახლა დამიკოპირებს ეს კოდს. ეს რაღაც კოდია, JavaScript-ის კოდი, არ ვიცი ვინმეს გქონიათ პროგრამირებასთან შეხება. ეს არის ეს თქვა პროგრამული კოდი, რომელიც დახმარებითაც საიტს შეუძლია ინტერაქცია სხვა საიტთან, ხო? ამ შემთხვევაში Facebook-ის საიტს შეიძლება რომ ინფორმაცია წაიკითხოს ჩვენი საიტიდან და წაიღოს ისეთი ინფორმაცია, მაგალითად როგორც არის Wing სტუმრობს, ხო, რომ Facebook-ის მომხმარებელი რო შემოვა შენ საიტზე, ამ კოდის დახმარებით, ასე ვთქვათ, Facebook-ი დაიჭერს მაგას და მე მოგცემს შენ შესაძლებლობას, რომ მაგ აუდიტორიაზე დაათარგეთო უკან. ეხლა ნახეთ აი მარტივ ხრიქს გასწავლით იმისთვის რომ დარწმუნდეთ დეველოპერმა დაუშვათ ჩაგისვათ ეს კოდი თუ არა თქვენ საიტზე. კოდს რომ გახსნით, აი ნახეთ გვერდზე მარჯვენა ღილაკს რომ დააკლიკებთ, არის ესეთი რაღაცა. View page source. კოდს გახსნის ეს და Ctrl F-ით შეგიძლიათ დასერჩოთ FB უბრალოდ. ნახეთ, აი FB რო დავსერჩი ამ Facebook pixel-ი რომ დავსერჩო. აი ნახე highlight-ი გააკეთა ეგრევე. აი ეს რასაც უყურებთ Facebook pixel კოდი, ხო? ნახეთ ეს არის პროგრამული კოდის სპეციალური ნაწილი, რომელიც ჩვენ საიტზე უნდა განთავსდეს, იმისთვის რომ მე Facebook საით ნახეთ ივენთები რა არის feed track page view, ხო? ანუ ყოველჯერზე როცა ვიღაცა ამ გვერდს ჩატვირთ თავს, ეს პიქსელი გაეშვება და Facebook-ს მიაწოდებს ინფორმაციას user-ის შესახებ, ანუ ვინ ჩატვირთვა ეს გვერდი. ხო, თავისუფლად მე Facebook-ი მოგცემს საშუალებას იმის, რომ მაგ აუდიტორიაზე რეკლამა დავათარგეთო. ეხლა ერთი რამ არის კიდე რაც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პიქსელის კოდი ყველა შიდა გვერდზე უნდა იყოს ჩასმული. ხშირად დეველოპერებს ეშლებათ ხოლმე და სვამენ მხოლოდ მთავარ გვერდზე, აი მთავარ გვერდზე საუბარია შიდა ლინკების გარეშე, ხო, როგორც კი პირველ landing page-ზე შეხვდათ. მაგრამ პრობლემა მანდ არის, რომ მხოლოდ ამ გვერდზე იყოს ეს კოდი ჩასმული, წამოიღებს მხოლოდ მთავარი გვერდის შესახებ სტატისტიკას, რა საბოლოო ჯამში პიქსელი და არა ზოგადად მთლიანი საიტის შესახებ. ამიტომ მოგვიწევს, რომ დეველოპერს უთხრათ, რომ აი ყველა შიდა გვერდები რაც კი აქვს საიტს, ხო, ყველა შიდა გვერდები რაც კი აქვს, აუცილებლად ჩაისვას ყველა შიდა გვერდზე ეს პიქსელი. და უბრალოდ რომ გადაამოწმოთ ხო შემოხვალთ საიტზე და დასერჩავთ Facebook pixels რა, რომ დარწმუნდეთ, რომ რეალურად ჩასმულია ეს პიქსელის კოდი. ეს არის პროცესი, ანუ პირველი სტეპი რაც არის, რომ ტექნიკურად უნდა იყოს იმპლემენტაცია ამ კოდის ჩვენი საიტის ყველა შიდა გვერდზე. კაი, რამე კითხვა თუ არის, რა ვიცი, პიქსელთან მიმართებაში. თუ საიტი არ მაქვს საერთოდ, პიქსელის გამოყენება Facebook გვერდზე არ დამჭირდება? არა, Facebook გვერდზე არა, Facebook გვერდზე ისედაც გაქვს შესაძლებლობა, იმიტომ რომ თვითონ Facebook-ის არის, ხო? ანუ აქ საუბარია, რაც Facebook-ის ასე ვთქვათ არ არის და შენია საკუთარი, რომ რამენერად დააკავშირო Facebook-თან. Okay. ხო, ერთი სიტყვით, ანუ ამ პიქსელს რო ჩავსვათ, გამზადებულია პიქსელი და ხა რაც დაგვრჩა ის რომ შემოვიდეთ ისე უკან აუდიტორიებში, წაღან სადაც ვიყავით და უთხრათ პიქსელს, რომ იცი ამოდი იმ აუდიტორიაზე დაათარგეთე ვინც რაღაც შიდა ლინკ გვერდზე შევიდა თუნდაც, ხო? კაი, მოდი ისეთ გვერდზე შევალთ, სადაც მაგ პიქსელი ერთი წამით და იყოს წესით.
ანგარიში გაუქმებულია. აი, მოიცა. ასე თუ მქონდეს ესეთი ანგარიში, სადაც პიქსელი გვაქვს. კაი, ну, აქაც არ არის, მაგრამ ჩვეულებრივ შექმნის პროცესია ეს და უბრალოდ რომ გაჩვენეთ ახლა სად ხდება მე დამატება, აუდიტორებში შევალთ ისე და გვინდა Facebook pixel, ხო? Custom აუდიტორია. და ნახეთ your sources, ხო? ან ჩვენ წყარო საკუთარი რაც არის, გვინდა ამ შემთხვევაში საიტი. ახლა ნახეთ ერთ დააკვირდით ამას, რომ თუ პიქსელი არ მუშაობს ან რამე ცუდად არის, თქვენი პიქსელი იქნება ესე გაწითლებული. ახლა უბრალოდ არ არის ჩასმული და მაგიტომ იწითლებს და მაგალითად დააკვირდით, რომ მწვანე თუ არა, ესე იგი ყველაფერი ოკეია, მაგრამ თუ წითელი, ესე იგი პიქსელი არ არის ჩასმული და რაღაცა არის გასასწორებელი. რაც შეეხება დანარჩენს, თითქოს იგივეა, რაც წაღამქვენთ რა, ნახეთ, რაღაცას ვეუბნებით პირობას, ხო? ნახეთ, all website visitors, ანუ ყველა მაგალითად ვინ საიტზე შემოვიდა, ეგ დათრეკოს, ან დათრეკოს კონკრეტულ გვერდზე ვინ შემოვიდა, მხოლოდ ისინი, ხო? People who visited specific web pages. და რაღაც დროის განმავლობაში, ხო? მაგალითად იყოს გასული 60 დღე. გასული 60 დღე და იყოს URL. ნახეთ, URL-ი უნდა უთხრათ ახლა ამას, რა, რომელი შიდა გვერდი გვაინტერესებს ჩვენ. ამ შემთხვევაში ეს არის ციფრული კომუნიკაციების გვერდი. აი ეს. მიუთითებთ სრულ URL-ს. ამას მიაქციეთ ყურადღება, რომ links როცა წამოიღებ, შიდა გვერდის არ იყოს, უნდა იყოს აუცილებლად სრული URL-ი, ხო? კაი, და თუ გვინდა იდეაში აქაც შეგვიძლია დავამატოთ და გამოვრიცხოთ, აი მაგალითად add also, ესე იგი უთხრათ, რომ ეს ლინკი დამოდროულად ეს ლინკი და რამდენიმე კომბინაცია გქონდეს ამ ლინკების. პრინციპში მეტი აქ არაფერი აღარ არის, დავარქმევთ სახელს და შევინახავთ. აი. ამასაც რაღაცა დაჭირდება, ალბათ 1-30 წუთამდე და მე მოგცემ საშუალებას რა ჩაუშვათ უკვე ამ აუდიტორიაზე რა. ფულს არ გვართმევს ამ აუდიტორიის მოძიებაში? არა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფასოა, ფულს მხოლოდ რეკლამაში ვიხდით. Research-ი და ყველა თულები რაც გვაქვს, ხო, აბსოლუტურად ყველაფერი უფასოა. კაი, მოდი ვნახოთ სხვა რაღაცეებიც, რომ გადავრთავ ისევ ანგარიშში, თორე ეს სხვისი ანგარიში ერთ წამით. Okay. ხო, Pixel ძირითადად რაც გვჭირდება ხოლმე აქედან არის ან ვებსაიტი ან customer list-ი, ან გარე წყაროებზე როცა არის საუბარი. ასევე არის მაგალითად მობილური აპლიკაციები და offline ვიზიტები, თუ დავუშვათ მობილური აპლიკაცია გაქვთ, იქაც შეგიძლიათ რომ ჩასვათ ეს Pixel-ი, უბრალოდ მანდაც პროგრამისტის დახმარება დაგჭირდებათ რომ უზრუნველყოთ ასე ვთქვათ ამ კოდის ჩასმა მობილურ აპლიკაციაში და მე მობილური აპლიკაციიდანაც დატას წამოიღებს და დაგითრეკავს ასე ვთქვათ ვინ რა გააკეთა შენს მობილურ აპლიკაციაში რა. ეს არის მაქსიმუმი ასე ვთქვათ ამ რემარკეტინგის ფუნქციონალის, რაც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, ანუ გვაქვს ჩვენი წყაროები, რომელიც საუბარია თვითონ Facebook-ის რაც არის, ასე ვთქვათ, page-ები, event-ები, არ ვიცი, ვიდეო, Instagram-ი, ხო? და არის ასევე გარე წყაროები, რაც არის Facebook-ის გარეთ, ხო? საიდანაც მოდის ინფორმაცია, ამ შემთხვევაში ესეც შეიძლება იყოს საიტი, ესეც შეიძლება იყოს email-ების ბაზა, მობილური აპლიკაცია და offline აქტივობები. და ბარემ აუდიტორებს ეს რო გადავიმეთ, ესე იგი ვთქვით, რომ ერთი კატეგორია კიდე ამ აუდიტორების არის თვითონ lookalike აუდიტორიები და lookalike აუდიტორიების თელი მიღამი არის ის, რომ წყარო დაეუბნები შენ საკუთარ custom audience და მე თვითონ Facebook-ი წავდა მოიძიებს სხვებს, უცხოებს აბსოლუტურად, რომელსაც მსგავსი ინტერესები აქვთ, ხო? ეხლა რა შევქმნი იდეა შეგვიძლია მიუთითოთ, აი ნახეთ, ესე იგი other source-ებში უნდა იყოს აქ ყველა წყაროები. Messenger-ში ვინც მოგწერა თუნდაც. ესე იგი წყაროდ არის ახლა ეს აუდიტორია, ჩემი საკუთარი, ვინც Messenger-ში მომწერა და მე ვეუბნები, რომ ახლა წადი და უცხო ხალხი მოიძია, ასე ვთქვათ, ვისაც მსგავსი ინტერესი აქვს ჩემ საკუთარ აუდიტორიასთან, ხო? როცა დამჭირდება ქვეყანა მიუთითო. Oops. Countries ნახოთ აბა, ევროპა.
ევროპაში არ შეუყვანებათ როგორც აზიაში ვარ. ოკეი, ეს საქართველოს მივედით და ნახეთ მეუნები ასევე range რა, ეს სლაიდერი აღნიშნე მაშინ რა რაც უფრო გაზდით ამ მნიშვნელობას, ხო, მით უფრო ზოგადი იქნება ის უცხო აუდიტორია, ვისაც მოიძებთ. ანუ იგულისხმება რა, რომ იმ ხალხს ასევე სხვა ბევრი სხვა ინტერესი ექნებათ გარდა თქვენი საკუთარი აუდიტორიის გავსებისა. ამიტომ ზოგადად ამას არ წუხებით, ხო, მეტმოწენზე რომ დაატოვოს სრულად ოკეია, ეცდება Facebook-ი რომ მხოლოდ ის ხალხი მოიძიოს, ვისაც მხოლოდ ის საერთო ინტერესები აქვს, რაც შენ აუდიტორიას გააჩნია. და ამასაც ჩვეულებრივ დაჭირდება რაღაც დროისთვის რომ დაითვალოს და მერე მოქცეს საშუალება რეკლამაზე ჩაშვების. კაი, მოდი ახლა დავბრუნდეთ უკან Ads Manager-ში და ვნახოთ სხვადასხვა კამპანიებიც და პლუს მერე გადავიმეროთ ისე როგორ ხდება ამ აუდიტორების შემოტანა, ხო? ესე იგი, თქვით რომ თან რომ ეს გადავიარეთ, ისე რაც აქამდე გავიარეთ, რა, თქვით რომ ესე იგი, როცა ახალ კამპანიას ვქნით, ვიწყებთ ამოცანით, ანუ პირველი სტეპი არის ამოცანის განსაზღვრა, ხო? ეს შექმნას რომ დავაჭერ, ეხლა უნდა დავირჩიო ამოცანა, მიღწეული აუდიტორია გავიარეთ, მოდი ახლა ვნახოთ სხვა მაგალითები, ავიღოთ დავუშვათ ტრაფიკი. ანუ ტრაფიკი რა არის, ესე აბა თუ მეტყვით რა შეიძლება იყოს, ტრაფიკის ამოცანის მუღამი რა არის, როგორ ფიქრობთ? ტრაფიკის კამპანიის, ანუ აქ რაც გვაინტერესებს, ჩვენ არის გადმოსვლები, ხო? თვითონ სიტყვა ტრაფიკი, ანუ ტრაფიკ რასაც გულისხმობს, ეგ არის, რომ ესე იგი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადმოვიყვანოთ ან ჩვენ საიტზე, ან ჩვენ მობილურ აპლიკაციაში, ან მესენჯერში თუნდაც, ხო? კაი, მოდი რამე პროდუქტი ავიღოთ ისევ, მოდი არ ვიცი, ავიღებთ სიტყვაზე და დავუშვათ ეს ტრაფიკის კამპანია დავათარგეთოთ მაღალ შემოსავლიანი ქალბატონებზე. კაი, და რეკლამის სახელი იყოს პოსტი 1, ხო? ანუ ჩვეულებრივ 3 სტეპიანი პროცესი გვაქვს, სადაც კამპანიას განსაზღვრავთ, აუდიტორიას placements, budgets და ასევე მერე განსაზღვრავთ უშუალოდ იმ რეკლამას, რაც ჩაეშვება. კაი, დავიწყოთ ახლა ჩვენ კემპეინი მოვნიშნეთ, გვინდა აუდიტორიის ნაწილი. და სახელი დავარქვით აუდიტორიას. ხა ნახეთ, აი აქ ტრაფიკში ასე გუნა განუსაზღვროთ გადასვლის დანიშნულების ადგილი, ხო, რომ სად გადაყვავს ჩვენი მომხმარებელი. ამ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ვებსაიტი ან აპლიკაცია ან მესენჯერი, ხო? შეგვიძლია პირდაპირ ისე გავაკეთოთ, რომ მაგალითად ვიღაცა პოსტს რო დააკლიკებს, ეგრევე მესენჯერში შემოვიდეს. მესენჯერის ფანჯარა გაიხსნება და ავტომატური მოპასუხე ჩაერთვება. ან მეორე ვარიანტია, თუ საიტი გვაქვს, შეგვიძლია პირდაპირ საიტზე გადავამისავარდეთ. კაი, მოდი იყოს საიტი მონიშნული, მოდი იყოს საიტი მონიშნული და მივყვეთ ახლა, ხო? ბიუჯეტი პირველ რიგში, თქვით რომ აქაც გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, შეგვიძლია მივთითოთ ყოველდღიური ბიუჯეტი, ან შეგვიძლია მივთითოთ lifetime ბიუჯეტი. განსხვავებაც თქვით რომ lifetime ბიუჯეტის შემთხვევაში შეგვიძლია დავაშედულოთ რეკლამა, ანუ საუბარი კვირის საათების მიხედვით, რომ მაგალითად ახლა უთხრათ, გაეშვას დავუშვათ 22-დან იანვარი არ გვინდა იყოს 31-მდე დავუშვათ $10 იყოს და აი აქ გვაქვს ეს შედული, ხო? რომ შეგვიძლია განვსახუროთ კვირის საათები და კვირის დღეები და საათები, როდის ჩაეშვება ეს რეკლამა. ან მეორე ვარიანტია, რაც ქვია ასევე რა, თუ ესე კონკრეტულად არ გქონთ განსაზღვრული, რომ გინდა თუ არა დავუშვათ 11 საათზე უნდა გაიშვას რეკლამა, შეგიძლიათ უბრალოდ 24 საათიანზე ჩართოთ და შედეგებიც უფრო სწრაფად მოდის ხოლმე როგორც წესი, ვიდრე lifetime ბიუჯეტის დროს. ყოველდღიური ბიუჯეტი მოვნიშნოთ მაგალითად $10, დაიწყოს 22-ში და დამთავრდეს 25-ში. როცა ყოველდღიური ბიუჯეტს უთითებ, სამწუხაროდ დაშედულების საშუალება მე უკვე აღარ აქვს. კაი,
აუდიტორის ნაწილზე მივედით, უბრალოდ რა გაჩვენოთ, ესე იგი, საიდან ხდება დაიმპორტება იმ აუდიტორის რა წეღან შევქმნით და მე ნულიდან გავაკეთოთ ახალი სეგმენტაცია, ხო? აი ეს custom audience-ები რაც არის ეს რემარკეტინგის აუდიტორიები, რომელიც უნდა დააიმპორტო, ხო? შექმნილი გაქვს უკვე, ზოგი თქვა, Facebook ვიზიტორი იყო, ვიღაცა ვებსაიტის ვიზიტორი იყო და ხა აქ შემოდიხარ და აისჩი და უთხრა მე ვისე გინდა რომ დაათარგეთ. აი წაღა რაც ავიღე მაგალითად Messenger-ში ვინც მოგწერა, ხო? ეს უკვე განსაზღვრული მაქვს, შენახული მაქვს, გზად არის გასაშვებად და ამას ვაიმპორტებ, ხო? მოდი ახლა თავიდან ვქნათ, რადგან მაინც სრულიად უცხო ხალხზე გავდივართ და მოდი მოვიფიქროთ, როგორ დავათარგეთოთ ჩვენ ეს შემოსავლიან ქალბატონებზე. კაი. მდებარეობა იყოს თბილისი თუნდაც 2 მილიონ users მაჩვენებს პოტენციურს. მივყვეთ ახლა ჩვენ გვინდა ასაკი, დაუშვათ ასაკი ავიღოთ, სადღაც არ ვიცი. ცოტა ზევით. 30-დან ზევით. 1,200,000. სქეს რა თქმა უნდა, მხოლოდ ქალბატონები გვინდა. 640,000 და ახლა აქაც გავფილტროთ. მაგალითად გვინდა ეს ხალხი, ვინც სადღაც მუშაობს, ან თქვა არ ვიცი პოზიციაზე, ან ინდუსტრიაზე, მაგალითად CEO, ან საკუთარი ბიზნესი აქვს, რაღაც ეგეთი. მოდი ავიღებ small business owners. $1,800. Business page admin-ებსაც ავიღებ, რა ვიცი, მაინც შეიძლება ვიღაც ადმინი იყოს. აჰა, 12,000-მდე, მშვენიერი. მოდი ავწიოთ კიდე, მოდი ვნახოთ პოზიციები. ეს რაღაც შეგვიძლია ვქნათ, დემოგრაფიაში გვინდა სამსახური და გვინდა job title-ები. მოდი managers დავწერე, აბა თუ იქნება. საინტერესო. Sales professional იყოს ესეც. Sales manager-ი არ ვიცი, მოდი მოიცა კონსულტანტები, წარმომადგენელი. სულ სეილების აგენტები რატო არის საინტერესო? Public administration. მაგრამ როგორც ხედავთ, დიდად არ გვიზდის 12,000 ისევ. Okay, იყოს 12,000. ერთი შეიძლება რომ ესეთ რაღაც ვქნათ, რომ ნაცვლად კონკრეტული პოზიციების ინდუსტრია ავიღოთ მთლიანად რა, business და finance-ი რა ვიღოთ. ეს მაგაზარდოს. აი 2,000 მოემატა. ესეც რა ავიღოთ, ბარემ სამედიცინო სფერო, გაყიდვები და მენეჯმენტი. 18,000. Business owner დამსაქმებელი 18,000. კაი, 18,000 ნორმალურია. ეცადეთ ხოლმე რომ აი 10%-ით არ ჩამოხვიდეთ რა. 10-დან ზევითაც აი მაქსიმუმ 100,000-მდე ალბათ არის შედარებით ყველაზე დაბალანსებული აუდიტორიები ხოლმე და თუ ძალიან დიდ ატარგეტებ მე ძალიან ზოგადი ხდება, თუ პირიქით ძალიან პატარა ატარგეტებ მე ძვირიჯდება, იმიტომ რომ Facebook-ს უჭირს მაგ ძალიან ვიწრო სეგმენტების მოძიება და მაგით გვიწევს ხოლმე რომ რამენაირად ეგ ბალანსი შევინარჩუნოთ. აი. მე მგონი საკმარისია, აი ამას დააკვირდით და პარალელურად რო საშუალო სტატისტიკას რას გეუბნებათ, აი ნახეთ დაწყაპულება ბმულზე, ხო? ახლა ეს მეუბნება რომ თუ მე ვხარჯავ დღეში $10, ესე იგი საშუალოდ მივიღებ დაწყაპულებას 29-დან 95-მდე დღეში. ხოლო მივწდები საშუალოდ სადღაც 2,000-დან 6,000-მდე პოტენციურ მომხმარებელს. კაი. ენებს არ შევეხები, ეხლა რაც ჩვენ გჭირდება, აი, ბარემ ესეც რომ გავიარეთ, ნახეთ, ეს აუდიტორია ხო შევქმენი ეხლა და დაუშვათ სხვა კომპანიაშიც მინდა რომ გამოვიყენო. ნაცვლად იმისა, რომ ისევ თავიდან შევქმნა, შემიძლია შევინახო, save this audience, დავარქვა სახელი და მე ისევ გამოვიყენო შემდგომი კამპანიებისთვის.
აუდიტორია. კაი, ეს აუდიტორია შევინახეთ და ახლა შევცვალოთ ბარემ პლეისმენტებით, აქ რაც თქვით, რომ audience network-ი როგორც წესი არ გვინდა ხოლმე, იმიტომ რომ შეიძლება სადღაც საიტებზე და მობილურ აპლიკაციებში აჩვენოს რეკლამა, რაც მაინც ჩვენ არ გვაწყობს, იმიტომ რომ არ უყურებს არავინ და შეიძლება ბავშვი თამაშობდეს და უბრალოდ დააკლიკოს და ფული ჩამოგვაჭრას რა. ეცადეთ რომ თავიდან აიცილოთ ისეთი ადგილები, რაც უბრალოდ ფულს გაჭრით და შედეგი არ მოაქვს. ბანერები მაგალითად ერთ-ერთია მრავალ შორის, იმიტომ რომ ზოგადად ესეთი დაავადება არაა ცნობილი, რომ არის banner blindness ქვია, როცა მომხმარებელი საიტზე შედის და ბანერს საერთოდ არ უყურებს. და მაგით აზრს კარგავს ხოლმე უბრალოდ რომ audience network-ი აიღოთ. audience network-ს გავთიშავთ, დანარჩენს პრინციპში ყველაფერს დავტოვებ, ანუ Facebook-საც, Instagram-საც და Messenger-საც. კაი. ხო, ერთი აქ კიდე საინტერესო ის, რომ შეგიძლიათ ეგეთი რაღაც გააკეთოთ, რომ მაშინ აჩვენოთ მხოლოდ რეკლამა, მხოლოდ როცა მომხმარებელი Wi-Fi-ზე დაკონექტებული და არა მაშინ როცა მაგალითად სამსახურშია და დაუშვა ტელეფონის ინტერნეტს იყენებს. არ ვიცი, პირადი გამოცდილებიდან რო გითხრათ, ამას ნაკლებად ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ესაც არის ოპშენად, რომ თუ დაგჭირდათ, შეგიძლიათ რომ გატესტოთ. და პლუს ნუ თუ გინდათ დაედიტოთ, შეგიძლიათ ასევე განვსაზღვროთ კონკრეტული device-ები. მოდი იმ ქალბატონებზე დავათარგეთოთ, ვისაც iOS-ი აქვს და 8000 კაცზე ჩამოიყვანა. იდეაში ცოტაა ძალიან საუცხაროდ. Android-ი ვნახოთ. აი ნახეთ, Android-ი უფრო მეტი აქვს, როგორც ჩანს, ვიდრე iOS device-ები. კაი, მოდი არ შევძლო იყოს all mobile device-ები. და აქ რაც პრინციპში მე მჭირდება არის ის, რომ article-ებს გავთიშავ, არ მინდა. არც Facebook-ის საძიებო სისტემა მინდა, მოდი დავტოვებ მარტო feeds. აი ზოლი რაც არის, ეს არის feed-ი, ხო, როგორც Instagram-ის, ასევე Facebook-ის. და აი ხო აქვე ჩაშლით არის მე შეგიძლიათ ჩაშალოთ და კიდე კონკრეტულად გამორიცხოთ, რომ რა feed-ზე გინდათ. აი ერთი რაც არ მომწონს ხოლმე არის ეს სექცია, მოიცა რომელი ეს საწავიღეს, ერთმანეთ. ხო, აი მარჯვენა კუთხეში რა ჩნდება შენი Facebook პროფილი. არც ამასაც მე ნაკლებად ვახსოვ ხოლმე ყურადღებას და მსმენია რომ არავინ არ უყურებს როცა რეკლამა აქ არის რა და მაგიტო მოდი ამასაც დავადიზრეიბლებ. გამოჩნდება ვიდეოების feed-ში, გამოჩნდება marketplace-ში. Marketplace-ი შეგვიძლია გავთიშოთ, იმიტომ რომ საქართველოში marketplace საერთოდ არ არის დასვორთებული და არ ვიცი ზუსტად სად შეიძლება რომ გამოაჩინოს და მაგიტო marketplace-ი შეგვიძლია რომ გავთიშოთ და დანარჩენი პრინციპში ოკეია, news feed-ი, Instagram feed-ი, Instagram Explorer სექცია და Messenger-ის inbox-ი. ნახეთ Messenger-ში თვითონ ანუ message-ებში inbox-ში გამოჩნდება ჩვენი რეკლამა. კაი. ხო, ეს პრინციპი შეგვიძლია უთხრათ აჩვენოს თუ Wi-Fi-ზეა, მოდი იყოს ჩართული, არაფერს არ ვკარგავთ და ეხლა ნახეთ კიდე ერთი რამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, optimization and delivery. ნახეთ აქ ეს რაღაცაა რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ რეკლამის ოპტიმიზაცია თვითონ adset-ის დონეზე. ჩვენ ხო თქვით რომ traffic-ი გვინდა და link-ზე კლიკები, მაგრამ კიდე ერთი option-ია აქ არის landing page views. და ეს landing page views უფრო ზუსტი მაჩვენებელია ვიდრე link-ზე კლიკები და განსხვავება არის ის რომ landing page views შემთხვევაში უეჭველი იცი რომ ვიღაცამ შენი საიტი ნახა. link click-ის შემთხვევაში ზუსტად არ იცი, იმიტომ რომ შეიძლება link-ზე დააკლიკა მაგრამ საიტი ბოლომდე არ ჩატვირთვა, იმიტომ რომ დავშვა ნელი იყო შენი საიტი და დიდხანს ელოდა, მოწყინდა და უკან გამოვიდა. მაგრამ Facebook-ი მაინც გეტყვის, რომ ქონდა დავშვათ 100 ლინკზე კლიკი, თუმცა აქედან რეალური ნახვა რამდენი იყო, ეგ ცალკე ამბავია რა. და აქედან გამომდინარე, ჯობია ხოლმე landing page view აიღოთ, როცა traffic-ს უშვებ, რაც უფრო შედარებით ზუსტი მაჩვენებელია გადმოსვლების. ლიკანი მოვიდა. რაც უფრო ზუსტი მაჩვენებელია განმოსვლებს და გარანტირებულად იცი რომ მომხმარებელმა შენი საიტი ნახა. კაი. ოკეი, ესე იგი ეს მოვნიშნეთ და მოდი მივყვეთ ახლა. და ბოლოსებზე პრინციპში რაც დაგვჭირ არის ის რომ შევქმნით ეს ვიზუალი რაც ჩაეშვება, ხო? პოსტა ვახდით სახელი ისევ
აი აქაც მაშინაც რაც ვახსენე, შეგვიძლია რა ან არსებული პოსტი ჩაუშვათ, ან ნულიდან შევქმნათ პოსტი, რომელიც დარგად გაიშვება, ხო? ანუ Facebook გვერდზე არ გამოჩნდება, ისე იქნება ჩაშვებული. ერთი კამპანიის ფარგლებში ერთი პოსტი შეგვიძლია? არა, ნახე, ერთი კამპანიის ფარგლებში შეგიძლია რამდენიმე პოსტი გქონდეს. უბრალოდ აი სტრუქტურას უნდა მიყვერა. ერთი კამპანიის ფარგლებში მაქვს მაგალითად ერთი აუდიტორია, მაგრამ ერთი აუდიტორიის ქვეშ შეიძლება 10 პოსტი მქონდეს. მიხვდი? ანუ მესამე სტეპზე რამდენიც გინდა, იმდენი გექნება. იგივენაირად ერთი კამპანიის ფარგლებში შეიძლება დავუშვათ 10 აუდიტორია მქონდეს და თითოეული აუდიტორიის შიგნით კიდე დამატებით 10 პოსტი მქონდეს. მაგრამ ყველა პოსტის მიზანი ერთი იქნება, ხო? ანუ ერთი კამპანიის იქნება ყველა. კი. ხო, ну, აქ პრინციპში, ესე იგი რეკლამის შექმნა, აი კარუსელია ძალიან კაი ოპშენი ტრაფიკისთვის, ხშირად, იმიტომ რომ შეგიძლია რომ მაგალითად 10 ფოტო დაამატო და 10 ფოტო დაამატო და უფრო მეტი აჩვენო, ასე ვთქვათ, მომხმარებელს. უბრალოდ აი საქმე ისაა, რომ გჭირდება ზუსტი ზომები რა კარუსელისთვის. თითოეულ კარუსელზე დაგჭირდება სურათი. თითოეულ კარუსელზე დაგჭირდება სურათი, headline-ი და პატარა აღწერა. და ასევე ლინკი რა თქმა უნდა, სადაც ამისამართებ შენს მომხმარებელს. აი გვერდზე ამას შეხედეთ ხოლმე, რომ აქ არის preview და თითოეულ განთავსების ადგილზე გაჩვენებს, როგორ გამოჩნდება. მოდი რამე ფოტოს ავიღებ. მოდი ავიღოთ თუნდაც ეს ფოტო უბრალოდ დემონსტრირებისთვის. და ავაწყოთ ეს პატარა კარუსელი. აი ეს არის იგი კარუსელები, აქ რაც თითოეული პლუსი რაც არის. და შეგიძლიათ რომ დაამატოთ თითოეულ სლაიდზე მერე სურათები. მაგალითად პირველი ავტოვშთოთ. მოდი ვნახოთ. ეს იყოს ფოტო ერთი. და ლინკი, ხო? ნახეთ როგორ გამოჩნდება, მოდი ვნახოთ სხვა preview. Facebook-ის news feed-ზე ვნახოთ preview. და დავამატოთ კიდე მეორე ფოტო. All-ზე ფოტო 2. და ესე იგი მინიმუმ 3 მაინც უნდა გქონდეთ. თორე ისე არ ჩაგაშვებინებთ, ანუ 3 ფოტო მინიმუმ მაინც დაგჭირეთ. მაქსიმუმი არის 10, როგორც მახსოვს, 10 ფოტო შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ანუ 10 სლაიდი. და მოდი იყოს ესეც ლინკი. So, ეს გავასწორეთ. მე რატო არ გაჩვენებს მობილურზე? კაი. აი ნახეთ ესე გამოჩნდება და რომ დააკლიკებს მე სკროლადია. შეუძლია გადასკროლოს სხვა ფოტოებზე და პლუს რომ დააკლიკებს ფოტოს, მე უკვე გადაამისამართებს მომხმარებელს იმ ლინკზე, რაც შენ გაუწევი. მინდა გითხრათ, აი კარუსელი კაია ინტერაქციის, ანუ ყველაზე მეტი კლიკები, როგორც წესი კარუსელს მოაქვს ხოლმე, იმიტომ რომ მომხმარებელს აინტერესებს სხვა ფოტოებიც და უბრალოდ ინტერესის გამო სკროლავს, ასე ვთქვათ. და ბოლოს პრინციპში რაც დაგჭერს, რომ ეს კოპი უნდა დავწეროთ, ანუ კარუსელის თავზე რა კოპიც გამოჩნდება. მოვუძებნოთ კრეატივის ნაწილი. აი ნახეთ primary text-ი რაც არის, აქ შეგვიძლია დავწეროთ ეს კოპი.
აქეთ შეგიძლიათ არ ვიცი სმაილები გამოიყენოთ, ლინკები გამოიყენოთ, ბევრი თქვა ტექსტებზე შეზღუდული როგორც წესი არ ხართ და თუ ძალიან დიდი ტექსტია მე თვითონ დამალავს და სიმორ ლინკი იქნება რომ დააკლიკებს მე ჩაშლის ტექსტს. აი ერთი რასაც გავუწევ რეკომენდაციას არის ის რომ აუცილებლად ესენი გამოიყენეთ ოფშენები, რომელიც საშუალებას მოგცემთ რომ დატესტოთ კოპები. ანუ დატესტოთ მაგალითად რა ტიპის ტექსტები უფრო კარგად მუშაობს. რომ არ ივარაუდოთ რომ მაგალითად ეს კოპი რო დავწერო და უშოთ უფრო კაი იქნება თუ ეს კოპი რო დავწერო უფრო კაი იქნება, ხო? მერე სტატისტიკის მოტანს რო დაიწყებს, თვითონ Facebook-ი გეტყვის, რომელმა, ასე თქვათ, კოპი მიმუშავა ყველაზე კარგად. აი, ღილაკი აუცილებლად შესაბამისი უნდა იყოს, რაც რა ქმედებაც უნდა განახორციელოს მომხმარებელმა, რადგან ახლა უბრალოდ საიტზე გადაყავს და არ ვეუბნებით რომ რეგისტრაცია გაიაროს, ან მოგწეროს, ან რამე ეგეთი, შეგვიძლია უბრალოდ უთხრათ რომ გაიგეთ მეტი, ხო, რომ ინფორმაციას ვაწვდით, ასე ვთქვათ, და display link-ი რაც ჩანს, მოდი ნახოთ ეს რომელ საიტებს. display link-ი იყოს პირდაპირ დომენი. ანუ საიტის დომენი, სადაც ვამისამართებთ. Всё, პრინციპში ეგ არის. ესე იგი, ახლა რადგან ჩვენ ტრაფიკი ან დანიშნულების ადგილის საიტი გვაქვს მითითებული, გადამისამართებს მომხმარებელს საიტზე. მაგრამ მოდი ახლა შევცვალოთ და გადავაკეთოთ მესენჯერში. ანუ ნაცვლად იმისა, რომ გადავამისამართოთ საიტზე, გადავიყვანოთ მომხმარებელი მესენჯერში, ხო? აი ტრაფიკში რაც არის ვებსაიტი, შევცვალოთ მესენჯერით. პრინციპში ეს იგივე რჩება ყველაფერი და მოგვიწევს ახლა შევცვალოთ ეს ნაწილი. ხო, ეს ძველი გააუქმა, რაც სუდია, მაგიტომ მოდი უცებ პოსტს დავიღებ, რაც გვერდზე არის დაპაბლიშებული. აი ნახეთ, როგორც ჩანს, რადგან ახლა მე მესენჯერი მოვნიშნე, როგორც დანიშნულების ადგილი, ვერ ვიყენებ არსებული პოსტის გამოყენებას. ანუ მაინც მომიწევს, რომ თავიდან ავტვირთო ეს ვიზუალი. ფოტო როგორც ჩანს, კარგად ჩნდება. დავწერ copies. აი ნახეთ, headline-ი რა გავუკეთა chat in messenger-ი, ხო? ნაცვლად ამისა, რომ იყოს მოგწერეთ messenger-ში. ეს headline-ებიც კი ტესტოვადია, შემიძლია ვარიაციები დავწერო, მაგალითად შეგვეხმიანეთ. ну რაღაც ისეთი. აი, copy-ს გვინდა, აი ეს იყო ესე headline-ი, რაც შევცვალეთ, ხა copy ანუ თავში რაც გამოჩნდება. Auto-action-ი ამ შემთხვევაში არის შეტყობინების გაგზავნა, რომ დააკლიკებს ამ ღილაკს, ხო, მესენჯერი გაიხსნება და მოგწერს იქ. და ნახეთ, ახლა მოგვიწევს ამ message template-ის შექმნა. ანუ რა ხდება მაშინ, როდესაც დააკლიკებს ამ ბატონს, გაიხსნა მესენჯერის ფანჯარა და თვითონ მესენჯერში პატარა ავტომოპასუხე უნდა ავაწყოთ, რომელიც დაუბრუნებს მომხმარებელის კითხვებზე პასუხს. კაი, მოდი შევქმნათ ახლა start conversations, ნახეთ, რედაქტირება. და ესე იგი, ნახეთ, ეს ფანჯარა რო გაიხსნება, ეს ბოტი მიწევს, რომ გამარჯობა, თქვა ჩვენი სერვისი არის ეს და რით დაგეხმაროთ რაღაც ეგეთი, ხო? ამიტომ იყოს ტექსტი, პასუხი და დავწეროთ ესეთი რამ. ეს ცოტა ჭედავს და ცოტა დოჭედება ხოლმე რომ განახლდეს. აი ნახეთ, გამარჯობა, შეგვიძლია ამოვიღოთ მომხმარებლის სახელი და გვარი, full name of recipient. ეს და იქნება გამარჯობა გიებაცეშვ. გამარჯობა, ვინც მოიწერა იმის სახელი და გვარი, ხო? და მე აი აქ შეგვიძლია ეს ავტომოპასუხე ავაწყოთ. ახლა ნახეთ, არის quick replies. აქ უნდა დაწეროთ ის კითხვები, რასაც მომხმარებელი დაგისვავდათ, რა მაგაზე უნდა იფიქროთ, რა ყველაზე მეტად რა ინტერესებს მომხმარებელს. აი მაგალითად
რა არის თქვენი სერვისი თუნდაც და მე პასუხი შეგვიძლია დავაბრუნოთ უკან. ნახეთ automated response. ანუ მომხმარებელი დასვავს კითხვას რა არის სერვისი, ბოტი დაუბრუნებს პასუხს რა დაუშვათ არ ვიცი. იოთში მოგწერეთ. შეგვიძლია აი აქეთ preview-ზე გაჩვენთან პატარა ღილაკს და ეს პატარა ღილაკები გამოჩნდება, რომ დააკლიკებ, მერე უკვე გაიგზავნება ეს ავტომატური პასუხი. მოდი ერთს კიდე დავამატებ. ეს ინტერფეისი ჭედავს უბრალოდ ძალიან. ანუ ღილაკის დაჭერის შემთხვევაში დაუბრუნებს პასუხს თუ ისედაც რომ მოგწეროს აქ მაინც დაუბრუნებს. არა, ღილაკის დაჭერის შემთხვევაში. ღილაკზე აბავ ასე ვთქვათ, პასუხებს რა. კაი, მოდი ეს იყოს სად არის თქვენი მაღაზია. და ჩვენ ვფრთხილად რა საბურთალოზე. აი, და ანუ ესე შეგიძლიათ ატყდეს quick reply-ები და რომ მოიწერება ვიღაცა messenger-ში ავტომატური პასუხები იქნება გამზადებული და რო აღარ აწერინო თავიდან დააკლიკებს ამ ბატონს და შესაბამისად მე პასუხიც უკან დაუბრუნდება. მსგავსი ისენი აი quick reply და ეგეთი რაღაცები ჩვეულებრივადაც ხო აქვს ეს ფუნქცია კამპანიების გარეშე. ან ფული რო არ გადავიხადო ეს ფუნქცია ხო აქვს ისედაც? კი, ანუ Facebook გვერდზევე არის ეგ ავტომატიზაცია. უბრალოდ ეს Messenger-ის კამპანია როცა გაქვს და გინდა ავტომატიზაცია რა მაქსიმალურად, რომ ეხა რაღაც სტატიკური კითხვა-პასუხები ხო არის, რომელზეც სულ დივერსია პასუხები, რაც არის რაღის, დაბრუნდებარებს, ეგეთ რაღაცები. პირდაპირ სარეკლამოზე კამპანიაზე გექნება დაშენებული რა და გაამართლებს პროცესს. აი, ეს შეიქმნა და ნუ რაც დავჭერ ერთ-ერთი ბოლოს ხარისო ჩაუშვათ და ეგ არის, აქ მეტი არაფერი აღარ არის გასაკეთებელი რა. აი, მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ ასევე ერთი ობიექტივი, მოდით დავხუროთ ეს ვიდეოს შემთხვევაში. წავშლი. ნახეთ კამპანიების წაშლაც, როგორც კი მოვწიჭყავთ, აქეთ არის more, მეტი ქართულად და წაშლა. კაი, ეს ძველი კამპანია წავშალეთ და შევქმნით ახლა ისევ ახალი კამპანია და ვნახოთ ვიდეო. მოდით დავარქვათ ახლა სახელი ისევ იყოს სალამი. და რამეს მაგალითად იყოს მშობლებზე დავათარგეთოთ ახლა. კაი, მაგრამ აი ამას ვიტყვის რა არის. მოკლედ ესეთი რაღაც არის რა. შეგიძლიათ რომ ბიუჯეტი გქონდეთ აუდიტორიის დონეზე, ან ზევით აწიოთ კამპანიის დონეზე. ეხლა ეს რო ჩავრთო, ბიუჯეტი უნდა განუსაზრო აქვე. ნახეთ, სად ვარ პირველ სტეპზე ვარ. ანუ მთლიანი კამპანიის პროგრამებში რამდენის დახარჯვა მინდა. ესეც შეგიძლიათ თქვათ, არ ვიცი, თუ დაგჭირდათ რა კონკრეტულად კამპანიის დონეზე გქონდეთ ბიუჯეტი განსაზღვრული. მოდი ისევ აუდიტორის დონეზე განსაზღვრო, ამიტომ გადავალ. კაი, dynamic creative არ გვინდა. ყოველდღიური ბიუჯეტი იყოს იგივე. $1 იყოს. ორიდან 31. ახალი აუდიტორიას ვქმნით და ეს აუდიტორია არიან მშობლები. ამიტომ მოდი დავათარგეთებ იყოს საქართველო, ასაც ავიღებ ცოტა ზევით. $2,200,000. ქალბატონები. და detail targeting, ხო? ამ შემთხვევაში ხა ჩვენ გვინდა მშობლები. შეგვიძლია ეგეთ რაღაც ვქნათ, რომ parents ავიღოთ პირდაპირ, parents. აი და დააკვირდით parents რო დავწერე ორი რაღაც ამომიგდო. საინტერესოა დამსაქმებლები. რაღაც გვერდებია სავარაუდოდ, რომლებიც მშობლებს ეხება და
ესე ძალიან უცნაური ხოლმე რომ ამას აგებს როგორც დამსაქმებლებს და ასევე არის დემოგრაფია, ეს გვინდა ჩვენ დემოგრაფია. ნახე, people who are likely to be parents, ანუ რეალურად ხოლმე ხალხი, ვინც მშობლები არიან მართლა. თუ გვინდა კიდე ჩავშლით და მაგალითად შეგვიძლია ეგეთ რაღაც ვქნათ, რომ მშობლები, ვისაც ყავს 18-დან 26 წლამდე შვილი, თუმცა მინდა Facebook-მა რამდენი წლის შვილი. აი გარი პრობლემატური, ანუ არ ვიცი უცხოურ ბაზარზე როგორც შესაძლოა რომ მეტი ინფორმაცია გვიდრე ქართულ ბაზარზე, მაგრამ მე რაც მინახავს ისინი საერთოდ არ მუშაობს. და მაგიტო არა აქვს უბრალოდ ფიზიკურად ინფორმაცია რა და შეიძლება მე რა პროფილში მიწერია დედა ჩემი ვინ არის და მე დედა მისი დედა ჩემს რა ასაკი უწერია მაქედან მოაქვს. კი, დიდი ალბათობით კი, ანუ მეჩავს რა, რომ შენ I'm close friends და family members რო არის Facebook-ზე, მაგას იყენებენ დამეჩვისთვის, მაგრამ ყველას არ აქვს რეალურად, ან ძალიან ცოტა იყენებს ხოლმე, არ ვიცი, მაგ features, ასე ვთქვათ. საქართველოს ბაზარზე ყოველ შემთხვევაში ეს ჩავიწროება არ მუშაობს, უბრალოდ შეგიძლიათ პირდაპირ parents-ო აიღოთ, ამაზე აქვს ინფორმაცია. ნახეთ, 230,000-ზე მაინც დაიყვანა, ну რაღაც გარკვეული სტატისტიკა მაინც აქვს, მაგრამ დაუშვათ ახლა მე რა უთხრა ამას, რომ იცი რა Textway-დან შობლები მომეცი ვისაც დაუშვათ 3 წინა 5 წლამდე ბავშვი ყავს, ნახე 1000-იც კი არ არის, ანუ არ აქვს ინფორმაცია რა და ეხლა ამაზე რომ დაათარგეთო, რა თქმა უნდა აზრი არ აქვს. იცით რა მაინტერესებს? ანუ ნებისმიერ რაღაცას რო დავსერჩავ ხოლმე მაგალითად Facebook-ზე. და ეგრევე რომ რაღაცა 5 წუთში მსგავსი პროდუქცია დარეკლამებული მხდება ძალიან ბევრი. მაგალითად ფეხსაცმელს თუ დავსერჩავ, მერე დარეკლამებული ფეხსაცმელი მხდება ძალიან ბევრი და აი ის დარეკლამებული რაც მხდება, რა აქვთ მითითებული, ანუ რა აუდიტორიაზე არის გათვლილი. ნახე, შენ რაღაცა სერჩავ, ინტერეს ხო აუდიო თემის მიმართ რა, აი წარმოიდგინე ხა შენ დასერჩავ ფეხსაცმელი და ვიღაც advertiser სადღაც ხო ფეხსაცმელზე უკვე გაშვებული აქვს რეკლამა. რადგან შენ მაგ ინტერესის კატეგორიაში მოხვდი, ანუ რეკლამებით ამოგივარ და შენ. ანუ მე ჩსაკეთებს მარტივად რა, რასაც შენ სერჩავ, იგივე თემაზე თუ ვიღაცას რეკლამა გაშვებული აქვს, ხო? ანუ შენ ვარდები მე იმის target აუდიტორიაში. თუ იგივე links მიგდებს, მაშინ pixel-ის საქმეა? links რაც გულისხმობ? აი თქვათ რაღაც ფეხსაცმელი თუ დავსერჩი და გადავედი იმ საიტზე და მე Facebook-ზე ზუსტად იმ ფეხსაცმლის links-ზე. აჰა, კი ბატონო, ანუ გამოყვა უკან ხო, რომ დაგიჭერა Facebook-მა რომ შენ რაღაც შიდა გვერდს ესტუმრეთ და მე უკვე იმ გვერდის ან იმ ბრენდის ასე ვთქვათ რეკლამი გხდება. მაგას აკეთებს Pixel-ი კი. კაი, parents ესე იგი საინტერესოა ხა, რატო არ აქვს ინფორმაცია? ორი parents არის, ჩვენ გვინდა დემოგრაფია. Parents all ეს გვინდა ჩვენ და 230,000 რაც უკვე ძალიან ნორმალურია, პრინციპში არ ვიცი ამის დავიწყებას შეგვიძლია დავავიწყოთ, მოდი ვნახოთ, აი იცი, უფრო ისეთ მშობლებს მინდა მივწვდე, ვისაც პატარა შვილი ყავს რა. შესაბამისად შეგვიძლია ეგეთ რაღაც ვქნათ, რომ ავიღოთ parents და ეს 230,000 იუზერი დავავიწყოთ ბავშვის სათამაშოებით მაგალითად. მოდი ვნახოთ რამდენზე დაიყოს. ხო ის რა ავიღოთ. ან ბავშვს ავიღებ პირდაპირ ინტერესად, საინტერესოა. აი ბავშვის განვითარება child care. აი ეს უკვე კაია, მოდი ავიღოთ კიდე child-ი. Child-ი ზოგადია, დიდი სხვაობა არ მომცა. ბავშვის განვითარება, ბავშვის development იყოს, parenting იყოს და მოდი იყოს new parents. აი ნახეთ ამან დიდად არაფერი არ შეცვალა. Early childhood-ი რო იყოს 82 child-ი or sex ეს ზოგადია. მაიცა რამე ისეთი გვინდა რომ 100,000-ზე წავაგდოთ და სრულად საკმარისია. Baby center იქნება კაი, 1000 მოვემატა. დეიდობა ალბათ მადარ კი არის 91,000. Pampers-იც იყოს. Family. თქვენც რამე იდეები თუ გაქვთ, გამოუშვი, მინდა რომ სადღაც 100,000 გადავწდე.
ბავშვის თემატურობასთან დაკავშირებით მინდა რამე ინტერესები ამოვყარო. Birth იყოს დაბადება 85,000 95,000 და baby shop-ი ცოტა მივდივართ. მოდი რამე ისეთი მივიდა რომ breastfeed-ის კაია. აი, შვენია. ეხლა ნახეთ, აი, ესეც ერთგვარი პატერნია ხოლმე, რასაც ვიყენებთ ხოლმე რა, რომ იწყებ არაზოგადი დემოგრაფიით, ანუ პირდაპირ parents, ხო, ეს ხო ზოგადი ინტერესი არ არის, მაგრამ მე ამათ ავიწროებ ზოგადი ინტერესები. ეხლა აქ ჩავწერე, ხო, ეს ხო ზოგადი ინტერესები, ანუ არც პროფილიდან მოდის ეს ინფორმაცია და არც რაიმე ქცევიდან. ხო, ეს უბრალოდ ინტერესია, რომ მაგალითად page-ი შეიძლება იყოს დედა დაუშვათ, რომელიც ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ გვერდებს ალაიქებდა, ან ვიდეო ნახა, ან რაღაც დასერჩა თუნდაც, ხო? და დავავიწროვე რა, ამათში მე გამოვკვეთე კონკრეტული ინტერესები, რაც მინდა რომ ამ ხალხს ჰქონდეს. რამაც საბოლოო ჯამში მიმიყვანა საკმაოდ ნორმალურ აუდიტორიასთან, ანუ ყველა მშობელი კი არ მინდა, არამედ ის ვარაუდობ, რომ დაახლოებით იმ მშობლებზე გავალ, ვისაც შედარებით შეიძლება უფრო პატარა ბავშვი ყავს და არა დიდი რა. 100,000 პოტენციური მომხმარებელი, რაც სრულად ოკეია. კაი, მოდი მივყვეთ ახლა. აი, ერთ ვიტყვი ამაზე, ნახეთ, ეგეთი option-იც არის, reach people beyond your detailed target selections when it's likely to improve your performance. ანუ Facebook-ში შეგიძლია ეგეთ რაღაც უთხრა, რომ თუ შედეგები არ მოდის და რეზულტატი ზოგადად არ არის კაი, მოდი შენ თვითონ გადაწყვიტე სხვა ახალი ინტერესები რა დაამატო ჩემს მიერ უკვე მითითებულს, რომ გამიზარდოს აუდიტორია და მომწეს შანსი, რომ კიდევ უფრო მეტ აუდიტორიას მივწოდებ. ესეც არის ერთგვარი option-ი დამატებითი, თუ გინდათ, რომ თავს დაიწყოთ ასე ვთქვათ ისეთ სიტუაციებსგან, როცა რაღაც კონკრეტ ძალიან სპეციფიკური აუდიტორიის ათარგეთებ, ხედავ რომ შედეგები არ მოდის და გინდა რომ ავტომატურად დაარეგულიროს თვითონ Facebook-მა. კაი, ხო, მოდი connection-ებიდან ერთს გამოვრიცხავ იმ ხალხს, ვისაც უკვე დალაიქებული აქვს ჩემი გვერდი. Yes. People who like your page. What the matter? Onda utrat რომელი გვერდი. ნუ 2000 კაცი გამოაკლო სავარაუდოდ. იგივე placement-ები, ესე იგი audience network-ი არ გვინდა. დანარჩენი პრინციპში იყოს ერთი რაც არ მომწონს ხოლმე არის სტატიები in articles და ასევე ზოლში მარჯვენა კუთხე სად არის? ისედაც ვერ ვიყენებთ ვიდეოს მარჯვენა კუთხეში. ნახე, ამას ვეღარ ვწიჭკავ, იმიტომ რომ ეს გათიშულია. და ასევე Messenger inbox-ია გათიშული. Instagram Explorer ჩართული სიუჟეტები, ეს ვიდეო, ეს თორები, რომ Instagram-ზე, Facebook-ზე და Messenger Story-ში ყველგან გამოჩნდეს. და პრინციპში დანარჩენი ნორმალურია. აი ნახეთ, მაშინ ვახსენე რა, რომ აქ მნიშვნელოვანია, რომ მონიშნული კონდეთ true play. რა true play არის ნახე, ესე იგი იმ ხალხს აჩვენებს რეკლამას, ვინც მინიმუმ 15 წამს მაინც ნახავს შენი ვიდეოს. რა 15 წამიანი ნახვებია. ვიდრე 2 წამიანი ნახვები, რომელიც ხშირად პრობლემატურია, იმიტომ რომ ვიდეო ავტომატურად ირთვება და რთულია შენ გაიგო რა, უნდა რომ ჩაერთო თუ თვითონ ჩართო, ხო? ამიტომ true play მონიშნეთ და უფრო ზუსტ ინფორმაციას მიიღებთ. და პლუს კიდე ერთი რაც არის აი ეს cost control-ის ამბავი. ეგეთ რაღაცა რომ შეგვიძლია განუსაზღვროთ ერთი true play მაქსიმუმ რამდენი ერთი true play-ზე რამდენის გადამხდელი ვართ, ხო? ჩვენ თუ რა კონკრეტულად ფიქსირებული ბიუჯეტი გვაქვს და ვიცით რომ 15 წამი ნახვა არ გვიღეს 10 ცენტზე მეტი და თუ თქვა 15 წამი ნახვა ჯდება 20 ცენტი, მაშინ რეკლამა აღარ აჩვენოს და გამოგთიშოს კამპანიიდან, ხო? ახლა მთელი ართი რო დავწერო. მოეწონა, მოდი ნახოთ 1.5 კოდ $1 იყოს. აი, ნახეთ, ხა Twitter-მა რომ Facebook will aim to get the most replays. ანუ ამ ბიუჯეტი, ამ cost control-ის პროგრამებში შეეცდება რომ არ შეიძლება მეტი replay მიიღოს, მაგრამ თუ გაიზარდა კონკურენცია და ძალიან ძვირი დაჟა replay, მაშინ ნუ გაგთიშავს, ხო? ანუ თუ ხა 15 წამი ნახვები ავიდა $2-ზე, შენ $1 გაქმითებული და იცის რომ ეს უკვე exit-ის მექანიზმია Facebook-ისთვის და გამოგიყვანს კამპანიიდან. კაი.
და რაც დაგვჭირდა პრინციპში იგივენაირად არის პოსტის ატვირთვა. აქ ახლა ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიდეო დავამატოთ. ვიდეოები თუ მაქვს რამე ნახოთ. ვიდეოს რომ დავამატებთ აუცილებლად მიექცეთ ყურადღება როგორ ჩანს მერე სხვადასხვა პრევიუებზე. აქაც კაია ხოლმე რომ გქონდეთ ზუსტ ზომებზე. ვიდეო და ნახეთ ახლა ეს რადგან landscape-ის ტიპის ვიდეო ვერტიკალურზე თვითონ დაასკეილა, ანუ გაზარდა და ნახეთ უკვე მოჭრა და ნახევარი ჩანს ფაქტიურად, როცა ჰორიზონტალზე შედარებით უფრო ყველაზე კარგად ჩანს. Past decade from genetics. კაი, ნუ დავუშვათ ეს იყოს. დაამუშავებს თვითონ ვიდეოს და მოამზადებს გასაშვებად. Copy იგივე, ანუ copy რასაც წერდით, რაც თავში შეგვიძლია ვიდეოს თავზე. და ჩუმად ცოტა. და ასევე გვინდა ვებსაიტის URL-ი, ანუ მაინც უნდა მივთვით, ასე თქვა, თუ გვინდა headline და description და URL-ი სად გადამისამართლება მომხმარებელი. I'm really proud of you for going on this trip. You're going to have so much fun. And remember. კაი. პრინციპში აქ მეტი არაფერი აღარ არის. ნახეთ, ახლა stories-ზე სულად ჩანს, იმიტომ რომ იდეაში landscape-ის ტიპის ვიდეოა და ჩვენ გვინდა რომ ვერტიკალურად გამოაჩინოთ. აი აქაც ნახეთ. Instagram Explorer, Facebook feed-ი და Instagram ვიდეოები. ეს არის ის placement-ი, როცა ვიდეოებს scroll-ავ, ბევრი სხვადასხვა ვიდეო გხდებათ, random ვიდეო და მაგ ვიდეოებს შორის აღმოჩნდება ჩვენი რეკლამაც. კაი, ეს არის ვიდეო კამპანიები, აქ რაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ აუცილებლად true play-ზე გავაკეთოთ აქცენტი, რომ 15 წამი ნახვები დაითვალოს და ის რომ ვიდეო ზომები სწორი იყოს. ხო, როგორც წესი თუ Instagram-ზე უშვებთ და პარალელურად Facebook-ზე ჯობია რომ სხვადასხვა ზომები მოამზადოთ, რაც შესაბამისი იქნება პლატფორმისთვის, რა რომ მე ესეთ სიტუაცია არ გქონდეთ, რომ ერთი ვიდეო გაქვს და ყველა placement-ზე მაინც და მაინც კარგად არ ჯდება. კაი, ეს არის ვიდეო კამპანია. რამე კითხვა თუ არის, ბარემ რა ვიცი, თუ გაქვთ კითხვები, რამე გიპასუხებთ სიამოვნებით. მე მაქვს კითხვა რა, ანუ წინა ლექციის მე რაღაც ვაკვირდებოდი რა ამ რეკლამებს და რაღაც. და აშკარად რო უშვებენ ამ რეკლამებს, ხშირად ბევრ დეტალს არ აკვირდებიან ხოლმე. კი ბატონო. რა მაგალითად Instagram-ზე ბევრჯერ შემხვდა, რომ დარეკლამებულია რაღაც copy post-ი ყველაფერი და წერია რა, თქვა გადადით ამ ბმულზე და, მაგრამ Instagram-დან ვერ გადადიხარ ბმულზე post-იდან. და ანუ გამორიცა მაგ რეკლამას აზრი ეკარგება, იმიტომ რომ მინდა გავხსნა, მაგრამ ვერ შევდივარ საიტზე, იმიტომ რომ არ მიშვებს Instagram-ი. Instagram-ის ლინკი არ მუშაობდა, Instagram-ზე ჩვენება traffic-ს როცა ირჩა, მაგალითად შეგიძლია საიტის ლინკი გაუწერო და იქ ის ამოხდება რა. ანუ არ როგორ იყო ისი პოსტი არის დარეკლამებული და პოსტში უთითებ ლინკს, იმ ლინკს არ ეჭირება Instagram-ზე. ოკეი, ხო, ტექსტში რაც არის შიგნით. ოკეი, კი ბატონო, ხო, მანდარა. მაგით აუცილებელია რომ ბათონი მიაბა და ბათონზე გქონდეს ეგ ლინკი მერე გაწერილი. ან story-ში ხდება რეკლამა, სადაც არაფერი არ წერია, უბრალოდ რაღაც სურათია და არც ტექსტი გეუბნება არაფერს, არც რეკლამა, უბრალოდ თუ არ გადახვედი ლინკზე და არ წაიკითხა. კი, ეგეც აი ხო, აი მაგით ვამბობ რომ ძალიან ბევრი წვრილი მან იგივე რომ მაგალითად ბიუჯეტებზეც რომ ბევრი ისე უშვებს რომ არც თუთებს დასასრულს მაგალითად და ანუ მაგ წვრილმანებს და მიაქცია ყურადღება რომ აი ზომების შემთხვევაშიც რომ მაინც არ არის კაი როცა შენ ერთი ფოტო გაქვს და ერთდროულად უშვებ Facebook-ზეც და Instagram-ზეც, Stories-ზეც, Messenger-ში სხვადასხვა ფორმატებია და მე ერთგან კარგად ჩანს, მეორედგან ცუდად ჩანს და მაგით კამალ მომზადებული უნდა იყოს ყველანაირად ერთ სიტყვით რა სანამ სარეკლამო კამპანიაში ჩაუშვებ
წინასწარ უნდა კონდეს გამზადებული რესურსი კამპანიისთვის, ხო? კოპიებიც, ვიზუალებიც, შესაბამისი ფორმატებით, შესაბამისი პლეისმენტებიც. ანუ ერთგვარი სამუშაოები მიდის ხოლმე, რომ აი კარგად დაგეგმო ამ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ისე მიღწევა გინდა. სად გინდა, ხო? იქნებ საერთოდ არ ჭირდება Facebook-ი და მოდი Instagram-ი დააპრიორიტეტე მარტო. მაგიტომ აი წინასწარები არის ხოლმე საჭირო, რომ ავატარი შექმნა, რომ ვიზუალები გაამზადო, კოპიები დაწერო და ბოლოს სტეპია უკვე მერე სარეკლამო კამპანიის ჩაშვება. Okay. ხო, მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ ერთი კამპანიის ტიპი, აი მაშინ ლიდები დაგვაინტერესა მახსოვს და ბარემ ლიდებსაც გაჩვენებთ. ესე იგი, ლიდი გახსოვთ რა იყო? ვახსენე ერთხელობა თუ ვის ახსოვს ლიდი რა იყო? მონაცემებს რო აგროვებთ, ანუ იმეილი, ნომერი. აჰა, Facebook-ზე გვაქვს საკონტაქტო ფორმები, რომელსაც შეავსებენ და მე Facebook-ზე რჩება ეს ინფორმაცია იმისა, რომ საიტზე გქონდეს ან Google Form-ში გადამომისამართოთ მაგალითად მომხმარებელი. აი, მოდი იყოს სალონი. ამევყოთ. ამებს იგივეს დავტოვებ ყველაფერს, აუდიტორიას მოდი წეღან რაც შევინახეთ, ქალბატონები რო გავაკეთეთ, ეგ აუდიტორია გამოვიყენოთ. ნახეთ. ხო, ერთი ლიდებზე რაც აუცილებელი არის ის, რომ policy აქვს Facebook-ს თავისი, რასაც უნდა დაეთანხმოთ. აი ხა მეუბნება, რომ ამ ეს გვერდი არ არის ლიდების policy-ს დათანხმებული და აუცილებლად უნდა დავეთანხმო. Всё, ეს პრობლემა გაქრა. დღიური ბიუჯეტი იყოს $5. ვარიცლება. $5-ზე როგორც ჩანს, ძალიან ცოტა არის. იყო $20. და აი ნახეთ, audience-ში აქ არის use saved audience. ანუ ეს არის ეს დასევებული აუდიტორია, ნახეთ, შემოსავლიანი ქალბატონი. რომელიც წეგან შევქმნი, ხო? და ისე თავიდან არ ვარ შევქმნა, მაგრამ ამას გამოვიყენებ. თუმცა დააკვირდით ახლა warnings მეუბნება, რომ ეს აუდიტორია შეიძლება ამ აუდიტორიის ვერ მიიღო ლიდებიო, სავარაუდოდ იმიტომ, რომ 18000 შეიძლება ძალიან ეცოტავება. კაი, მოიცაბა მარტო parents ავიღებ ზოგადად და არ დავავიწროვებ. და იყოს 350,000 რიჩი. ის warning-ი როგორც ჩანს გაქრა, მშვენიერი. Placement-იც, ну, ამ შემთხვევაში ესე იგი ლიდები ეშვება მხოლოდ ისედაც Instagram-ზე და Facebook-ზე. და გადავიდეთ ახლა ფორმის აწყობაზე. ესე იგი, ახლა ნახეთ რა ხდება, ესე იგი, ჯერ მოგვიწევს რომ პოსტი ავაწყოთ, ჩვეულებრივი, რაცაც აქამდე ვაკეთებდით და პოსტთან ერთად მე ავაწყოთ უშუალოდ ლიდის ფორმა. ანუ ის სარეგისტრაციო ფორმა, რასაც შეავსებს მომხმარებელი, ხო? მოდი ფოტოს ავტვირთავ ახლა ისე თავიდან. ავტვირთავ ამ ფოტოს და ამ პოსტს რო დააკლიკებს მომხმარებელი, მერე უკვე გამოჩნდება ის სარეგისტრაციო ფორმა. აი ნახეთ, ესეთ რაღაცა გვაქვს ახლა, question format-ი და გვაქვს ფორმები, instant ფორმები. აი ნახეთ, ახლა მოგვიწევს რომ ეს ფორმა შევქმნათ create form-ით და მოგვიწევს რომ დავწეროთ ამ ფორმისთვის ვიზუალი და ტექსტები. რა ეს რაღაცა რომ დააკლიკებს ის პოსტს, მე ეს ფორმა ამოხტება, რომელიც უნდა შეავსოს. კაი, მოდი დავარქოთ ახლა სახელი, ეს იყოს რეგისტრაციის ფორმა. მინდა intro, ანუ ეს cover-ი და ტექსტი, ანუ ფორმისას უკან მისასალმებელი ტექსტი, იყოს ეს ფოტო ისე. და სათაური იყოს სალონის რეგისტრაციის ფორმა. დასაკალება პირველ ვიზიტზე თუმცა. ახლა ესე იგი პირველი სტეპი არის intro, ანუ greeting-ი. მეორე სტეპი არის შეკითხვები, ანუ რა ინფორმაციის დატოვება გვინდა.
რა ინფორმაციის დატოვება გვინდა? ამ შემთხვევაში გვინდა email-ი და full name-ი, ხო? თუმცა შეგვიძლია ეს ველები დავამატოთ და უფრო მეტი მოვითხოვოთ. ნახეთ, ეგ ესე დავწეროთ, რომ დაგვიტოვე შენი საკონტაქტო. დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია, იყოს email-ი, იყოს full name-ი და მოდი მოვითხოვოთ ასევე ტელეფონის ნომერი. Phone number. კაი. ეს არის მეორე სტეპი, კონფიდენციალურობა არის მესამე სტეპი, ანუ აქ აუცილებელია რომ საიტი გქონდეთ, ეს არის თვითონ Facebook-ის policy. და საიტის about us გვერდი თუ გაქვთ მაგალითად შიდა გვერდზე, კონტაქტის გვერდი, შეგიძლიათ ჩავაგდოთ აქ, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რომელი საიტი ცდილობს მისი ინფორმაციის მიღებას, ასე ვთქვათ. აი საკონტაქტო და ამ საკონტაქტოს რო დააკლიკებს, მე გადამისამართება ჩვენ საკონტაქტო გვერდზე. და ბოლო სტეპი არის completion, ფორმა შეავსო, დაეთანხმა ყველაფერს და მე მაგალითად მადლობა რეგისტრაციისთვის. მე რაღაც არ შემხვედრია ეს არსად და მე არ ვარ ხოლმე target-ი თუ არ ვიყენებ. მინდა გითხრა რომ ძალიან იშვიათად იყენებენ და ასე მინდა ვთქვა ის რომ ძალიან იაფია და ვერმა არ იცის რეალურად რომ ეს ფუნქციონალი არის. ამჯობინებენ ისევ ძველ მეთოდს რა მაგალითად საიტზე კონდეთ ეს რეგისტრაციის ფორმები, რაც უფრო ნაკლებად რეზულტატის მომტანია ხოლმე რა, ეხლა განსაკუთრებით რომ აიძულებ მომხმარებელს რომ საიტზე გადავიდეს, იქ აიაროს რეგისტრაციები, როცა უფრო მარტივი solution-ი. ბოლოს რომ მქონდა ჩაშვებული, ერთი ლიდი გვიჯდებოდა, ანუ ერთი მომხმარებლის მოყვანა გვიჯდებოდა სადღაც 5-დან 10 ცენტამდე, რაც არის უიაფესი ფაქტიურად რა, რომ მაგ ფასად შენ საკონტაქტო ინფორმაციას იტოვებ მომხმარებელს. ვერმა არ იცის, მინდა გითხრათ და ძალიან კარგი კამპანიის ტიპია, აბა ეს მოსამზადებელი ამბავია, რომ ფორმა კარგად უნდა მოამზადო და პლუს ეცადეთ ხოლმე რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია არ მოითხოვოთ, იმიტომ რომ არ ავსებენ ხოლმე რა. ან email-ი, ან ტელეფონის ნომერი და ერთი მობილი რო გქონდეს სახელი, სწორად საკმარისია. email-იც და ტელეფონის ნომერიც რო დაიტოვო, უკვე ფაქტიურად მომხმარებელი ყავს ფაქტიურად ბაზაში. და call to action იყოს call business-ი, ეგეთ რაღაცა კი შეგვიძლია ვქნათ, რომ ანუ ფორმას რო შეავსებს და მესამე სტეპზე გადავა thank you page-ზე, ასე ვთქვათ, მე შეიძლება რომ კიდე დამატებით თუ უნდა დაურეკოს პირდაპირ ბიზნესს, ხო? აი ამ ბატონს რო დააკლიკებს, ეგრევე მოხდება, ანუ mobile-ზე ის ამოხდება დასარეკი ფორმა და ექნება შესაძლებლობა მომხმარებელს რომ ჩვენ დავკავშირდეს. და გვირეკეთ. და ტელეფონის ნომერი, რა თქმა უნდა. всё, ეს ფორმა, ხო, აი აღწერა უნდა სავალდებულო აღწერა, მაგალითად, ესე იყოს, რომ მადლობა რეგისტრაციისთვის. შეგეხმიანებით. Thank you page phone number is not a valid phone number. Telephone number არ მოსწონს რატომაც. შვენი ფორმა შეიქმნა და ახლა ეს რო ჩაიტვირთება, ანუ ამის მაგალითიც შემიძლია გაჩვენოთ, ახლა მოდი ნოტიფიკაციას გავგზავნით ჩემთან და შეგვიძლია აქვე გავტესტოთ. ესეც უნდა მოვიდეს ნოტიფიკაცია. კაი, მოიცა ჩაიტვირთოს. ხან აგვიანებს ხოლმე, ხან საერთოდ არ მოდის, ეგეც მოსალოდნელია. კაი, ერთ სიტყვით, აი აქედან შეგიძლიათ რომ გატესტოთ, აქ რო დააკლიკებთ send notification to Facebook, თქვენს პირად პროფილზე მოვა ეს ნოტიფიკაცია იდეაში შეტყობინებებში. და ამ ნოტიფიკაციას მოვა ლინკს რო დააკლიკებთ, მერე უკვე გაჩვენებთ previews, სრულ previews, ანუ როგორ გამოჩნდება ეს სარეკლამო პოსტი. ხო, ეს არის ფორმები რა, ანუ პოსტი ჩვეულებრივ იგივე რჩება, უბრალოდ პოსტის დამატებით ზევით ემატება მერე ფორმა.
და რომ დააკლიკებს ვიღაცა ამ პოსტზე ის ფორმა ამოხდება, რასაც შეავსებს მომხმარებელი. მოდი კოპისაც მივაწერ ბარემ. დაუწერა ცოტა. გაიარა რეგისტრაცია დღესვე იყოს message. Okay, ეს არის პრინციპში ეს ფორმების ამბავი, ანუ როგორც გამოქვეყნებას დააჭერთ, ეს კამპანიაც ჩაეშვება. კაი, ესე იგი ლიდები გავიარეთ, ტრაფიკიც ვნახეთ, engagement-იც ვნახეთ პრინციპში. მოდი ბარემ რას ვისამიცი? ერთ კამპანიას გაჩვენებთ კიდე. Traffic პოპულარული ეს არის აპლიკაციების ინსტალები, ანუ აქ მობილური აპლიკაცია თუ გაქვს შეგიძლია გააკეთო ჩამოწერებზე ოპტიმიზაცია. აი შეტყობინებებიც რომ გაჩვენოთ, მაგრამ ეს არის Messenger-ის კამპანია უშუალოდ, რომ მესიჯები მიიღოთ. ენახე campaign object, შეტყობინებები, ხო? და სალონის აუდიტორიაში გვინდა ესეთ რაღაცა აქვს. ეს არის ძალიან კაი, რომ არის click to message, ანუ ჩვეულებრივ სტანდარტული Messenger-ის კამპანია, როცა თქვენს Messenger-ის inbox-ში გამოჩნდება ეს რეკლამა და რომ დააკლიკებს გადამისამართლება. Messenger-ში ან მეორე ვარიანტია, რომ არის სპონსორებული მესეჯები კიდე როცა page-ი თვითონ ან თქვენი Facebook page-ი უგზავნის თქვენს საკუთარ აუდიტორიას მესეჯებს. აი როგორც მეგობარს წერს, ეგეთი ფუნქციონალი აქვს. უბრალოდ წინაპირობა ის არის, რომ უკვე უნდა ყავდეთ რაღაც რაოდენობა აქტიური მომხმარებლის Messenger-ში, იმისთვის რომ სპონსორებული მესეჯები შექმნათ. კაი, მოდი ვნახოთ ამის მაგალითიც, იყოს ყოველდღიური ბიუჯეტი და იყოს $5. გვერდი აუცილებლად რომელი გვერდი გზავნის, მოდი ისეთ გვერდს ავიღებ, სადაც არის აუდიტორია. ნუ, ამ შემთხვევაში placement-ი რა თქმა უნდა მხოლოდ სასაუბრო რჩება. ნახე, ხა აუდიტორიაზე ვეღარ ვასელექტებ, ხო? რატო? იმიტომ რომ აი აქ პირდაპირ მეუბნება რა who will see your message. Sponsor will not be sent to people who have recently activated with all your page, ხო? შეგვიძლია ეგეთ რაღაც ვქნათ, რომ ანუ ვაჩვენოთ იმ ადამიანებს რეკლამა, რომელიც აქტიური იყო ჩვენს გვერდზე რაღაც დროის განმავლობაში. ან თვითონ ჩვენი Facebook page-ი მიწერს მათ უკან. კაი. აი აქ აუცილებლად მივთითეთ bit control-ი, ანუ ეს არის ეს დაგეხმარებათ რომ ზედმეტ ფული არ დახარჯოთ და უთხრათ მაგალითად მაქსიმუმ 1 მესეჯის გაგზავნა რამდენი გიჯდებათ. რამდენი გიღით და ნახეთ ახლა warning-ი არის აქ მეუბნება რომ მინიმუმ $3.50 მაინც უნდა გადავიხადო, როგორც ჩანს, იმისთვის რომ page-მა მესეჯი გაგზავნოს. და ნახეთ როგორ გამოუჩნდება მომხმარებელს, ანუ page-ი გაგზავნის ამ message-ს, ავაწყობთ ახლა ამ message, ფოტო შეგვიძლია ტექსტი და ჩვეულებრივ მე შეგვიძლია კიდე ავტომატურად მივაბათ რა, რომ შენ გაუგზავნი ბათონებიც მიაბი და დააკლიკოს მე მაგ ბათონს. შეგვიძლია ან ტექსტი გავგზავნოთ მარტო, ან ტექსტი და სურათი. მოდი სურათი იყოს იგივე. და იყოს გამარჯობა. Saloni. და ნახეთ customer action-ებში გვინდა ან ბათონები, კიდე ერთი ვარიანტია, რომ ბათონი შეგვიძლია დავამატოთ და ამ ბათონზე იყოს მაგალითად აი აქ ბათონი გამოჩნდება და მოდი ვნახოთ გადასვლა საიტზე. ენახეთ ქვევით ეს ბათონი და ამ ბათონს რო დააკლიკებს, მე შეგვიძლია რომ გადავამისამართოთ უკვე ჩვენ საიტზე.
ან მეორე ვარიანტია ისევ reply შეგვიძლია ავიღოთ, ანუ ეს ტექსტური ტიპის ღილაკები, ბატონები და რომ დააკლიკებს მომხმარებელი აი აქ ერთი რაც არის შეგიძლიათ ბოტს მიაბათ, მაგალითად reply text იყოს მომიყევი მეტი. და ამ მომიყევი მეტის რომ დააკლიკებს, ბოტი თუ ყავთ უკვე დამატებული, შეგიძლიათ რომ მიაბათ ეგ ბოტი და მე ბოტი გააგრძელებს ასე ვთქვათ conversations მომხმარებელთან. რადგან ბოტი არ ყავს, ამიტომ ბატონი იყოს მარტო. და ბატონს რო დააკლიკებს, იყოს ვებსაიტზე გადასვლა, იყოს estimate site. კაი. და ეგ არის, როგორც კი ჩავუშვებთ ამ კამპანიას, ყველას მიუვა იდეაში ეს მესეჯი, ვინც გასული, როგორც ესე ერთ-ერთს უყურებს თუ სწორად მახსოვს, ანუ ერთ-ერთის განმავლობაში ვინც მოგწერა შენ მესენჯერში, ყველა იმ აუდიტორიას მიუვა შენი მესეჯი. კაი, მე მგონი ეგ არის Facebook-ზე პრინციპში მეტი ისეთი არაფერი აღარ დაგვრჩა. მე გვექნება ცალკე ლექცია, რომელიც სტატისტიკას ვნახავთ უშუალოდ და პრინციპში Facebook-ს მოვრჩებით და მე უკვე Google-ზე უნდა გადავიდეთ. ეხლა მაინტერესებს რამე კითხვა თუ არის, ან რამე გაინტერესებთ, ან რამე use case-ი თუ გახსენდებათ, ისეთი რისი გავლაც გინდათ. ეს სიტყვა მამაზე ნახეთ in draft რაც არის ამას მიაქციოთ ხოლმე ყურადღება მწვანეთ რაც არის ესე იგი კამპანიები გამზადებულია მაგრამ ჯერ არ არის ჩაშვებული ამიტომ სანამ არ გააქტიურებთ და ან გამოქვეყნებას არ დააჭერთ აქეთ სადაც არის ბოლოს პოსტზე ხო ეს კამპანია უბრალოდ დრაფტია და რეალურად არ არის ჩაშვებული ასე რომ არ შეგეშინდეთ ასეთ დროს. კაი, მოდი ამას წავშლი ახლა მე იმიტომ რომ მეტია. კაი, რა ვიცი, კითხები თუ აღარ არის, მაშინ დღეს არ მინდა რომ მეტი ახსნა და შემდეგზე უკვე დავიწყებთ Google-ს პრინციპში. Google-ის ნაწილზე უნდა გადავიდეთ. Google-საც ორი ლექცია იქნება? კი, Google-საც ორი ლექცია იქნება. მე სტატისტიკა, email marketing-ი გვაქვს კიდე და მე მგონი ბოტის ნაწილიც. კაი, მაშინ რა ვიცი, შევხვდებით შემდეგზე ერთი სიტყვით. ამ ვიდეოს აგიტვირთავთ და მაინც გადახედეთ Classroom-ში. კარგი. კარგად ნახომდის.